არ არსებობს საიდუმლო, რომელიც არ გაიხსნას. არ არსებობს დაფარული, რომელიც არ გაცხადდეს. გადაცემა X-კოდი რადიო იმედის ეთერში. მიშა მიმინოშვილთან ერთად. საღამოშიდობისა, ქალბატონებო და ბატონებო, აიდადგა პარასკევი დღე ჩვენი შეხვედრისა, რამე თუ ყოველ ამ დღეს, ყოველ პარასკევს გადის გადაცემა X-კოდი რადიო იმედის პირდაპირ ეთერში. მე თავდაპირველად მინდა ყველას მადლობა გითხრათ თქვენი გამოხმაურებისთვის, რომელსაც თუნდაც წინა გადაცემას მოყვა და მე დაგვირდით კიდეც, რომ დღეს ჩვენ შემდგომ გადაცემაში, ანუ დღეს განვაგრძობდით თემას ხელოვნურ გონზე, ხელოვნურ ინტელექტზე და შუა საუკუნეებში ამ კუთხით ჩატარებულ ექსპერიმენტებს შევეხებოდით, მაგრამ ისიც ვთქვი, თუ ჩვენ ამას გავაკეთებდით იმ შემთხვევაში, თუ კი ეს თქვენი სურვილი იქნებოდა, თუ კი თქვენ ამ სურვილს გამოხატავდით თუნდაც ჩვენი X-კოდის Facebook-ის გვერდის დახმარებით. მაგრამ ნუ რაღაც მოხდა ისე, რომ ჩვენ დღეს თემა შევცვალეთ და ეს ალბათ თქვენ ინტერესებსაც ითვალისწინებს გარკვეულწილად და ეს არ ხდება უბრალოდ, რამე თუ მე მინდა ვთქვა, რომ ჩვენ არ გვინდა ხოლმე ერთ თემაზე რაღაცნაირად მხოლოდ და მხოლოდ კონცენტრირება, რამე თუ X-კოდი ეს არ არის გადაცემა, რომელიც მხოლოდ რაღაც გარკვეულ მხოლოდ ერთ თემატიკას ეხება. ჩვენს ირგვლივ ბევრი რამ ნამდვილად ხდება საინტერესო, ჩვენს ისტორიაში, ჩვენს წარსულში ძალიან ბევრი რამ მოხდა, ბევრი რამ, რაც ჩვენ ამას ხშირად ვიმეორებ, მაგრამ კიდევ ერთხელ მიწევს ამის განმეორება, ხშირად ვამბობ, რომ ბევრი რამ, რასაც ჩვენ სახელმძღვანელოებში ან თუნდაც ოფიციალურ ლიტერატურაში ვკითხულობთ, არ არის ისე, ანუ არსებობს რაღაც გარკვეული სტერეოტიპი, რომელიც უყალიბდება ადამიანს და რაღაცნაირად სიმართლე და სინამდვილე აბსოლუტურად სხვა გახლავთ. ლიტერატურული პერსონაჟი და რეალობა. ეს პარალელი არაერთხელ გაგვივლია ჩვენს გადაცემაში და თქვენ X-კოდის დახმარებით არაერთ საინტერესო ლიტერატურულ პერსონაჟს გაიცანით უკვე სწორედ ამ ლიტერატურული პერსონაჟის რეალურ პროტოტიპს. გნებავთ აი სირანო დე ბერჟერაკი, ედმონ როსტანის პიესის მთავარი გმირი და თქვენ ერთი გადაცემა მიუძღვენით მას და თქვენ ნახეთ თუ რა საინტერესო პიროვნება გახდათ ეს რეალური სირანო დე ბერჟერაკი, რომელიც ფაქტობრივად ისეთივე იყო, როგორც ედმონ როსტანი აღწევს თავის ნაწარმოებში, მოფარიკავე, მაგრამ ამავდროულად იყო პირველი ფანტასტი და ფაქტობრივად პირველმა იწინასწარმეტყველა ის ტექნიკური მიღწევები, რითაც ჩვენ დღეს სარგებლობთ. და ასევე მიმოვიხილეთ გრაფინია ჟანა დელამოტი, რომელიც გახლავთ ალექსანდრე დიუმას ხოლოსათვის კარგად ცნობილი რომანის სამი მუშკეტერის ერთ-ერთი მთავარი მოქმედი გმირის მილედის რეალური პროტოტიპი, ავანტიურისტი ქალბატონი, რომელმაც თავისი კოლიეს ავანტიურით მოხიბლა თავად ალექსანდრე დიუმა და რაღაცნაირად მასზე ააგო მან თითქმის მთელი რომანი. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ყველასათვის ცნობილი მეზღაპრის შარლ პეროს ერთ-ერთი პოპულარული ზღაპრის ლურჯ წვერას რეალურ პროტოტიპზე. მის რეალურ ცხოვრებაზე, მასზე ხალხურ თქმულებებში გავრცელებულ ლეგენდებსაც მოусმენთ, ასევე გაიგებთ ამ ზღაპრის დაწერილ რეალურ მიზეზს და ამ ზღაპრის დამწერის რეალურ ვინაობას. გვაგიკვირდებათ, რამე თუ თქვენ მიხვდებით, რაზე მაქვს საუბარი ძალიან ცოტა ხანში. ვინ არ იცნობს შარლ პეროს ზღაპრებს, შექმნებიანი კატა, წითელქუდა, ცეროდენა, მძინარე მზე თუ ნახავი. მე მგონი დედამიწის ზურგზე ძნელად მოიძებნება ადამიანი, ვისაც ეს ზღაპრები არ ქონდეს საკითხული, მოსმენელი ან თუნდაც ნანახი, მაგრამ აქვს შარლ პეროს ერთ-ერთი ზღაპარი, რომელიც თითქოს და ამოვარდნილია მისი აი ზღაპრული გმირების და ზღაპრული თხრობის კონტექსტიდან და რომელსაც მშობლები ბავშვებს ხშირად არ უყვებიან გარკვეული უხერხულობის გამო. საუბარი მაქვს, როგორც გითხარით, ზღაპარზე ლურჯ წვერა. ფაქტობრივად დამეთანხმება ალბათ ბევრი ადამიანი, ბევრი მსმენელი და თითქმის ყველა მკვლევარი ამას ლიტერატურულ მცოდნე ასე აღიქვამს ამ ფაქტს, რომ ეს შეიძლება ითქვას იყო პირველი რომანი მოთხრობა სერიული მკვლელის შესახებ, რომელმაც თქვენ იცით ეს ისტორია და აღარ მოყვები, მაგრამ ნუ მეტნაკლებად ჩვენ მოგვიწევს ამ ისტორიის პასაჟების გახსენება. ანუ ეს არის ისტორია სერიული მკვლელის შესახებ, რომელმაც საიქიოს გაისტუმრა 6 ცოლი და მე-7 იგივე ბედიელოდა, რომ არა მისი ვაჟკაცი ძმები, რომლებმაც გადაარჩინეს მშვენიერი და საშინელი მონსტრისგან სახელად ლურჯ წვერა და ნამდვილად არაფალშური თემა დამეთანხმებით და ასეთი ზღაპარი რაღაცნაირად ვეჯდება აი იმ ზღაპართა კრებულში, რომელმაც ზოგადად შარლ პეროს დიდი წარმატება მოუტანა.
ზღაპრის საკითხვის შემდეგ მაშინვე ჩნდება კითხვა, რაში დაშირდა მდიდარ ბარონს მეუღლების ხოცვა და მათი ნაწამების სხეულის შენახვა საიდუმლო ოთახებში, რატომ ჰქონდა მას ბოლოს და ბოლოს ლურჯი წვერი და საერთოდ რაში დაშირდა შარლ პეროს ასეთი საშინელი ისტორიის მოგონება და მისი შეყვანა, როგორც გითხარით, ბავშვებისთვის განკუთვნილი ზღაპრების კრებულში. რა ედო ამ ისტორიას საფუძვლად, სახალხო თქმულება თუ ნამდვილად არსებობდა ასეთი საშინელი სერიული მკვლელი და საერთოდ ჯერ კიდევ საკითხავია, არის თუ არა ამ ცნობილი ზღაპრების ავტორი თავად შარლ პერო. მოდით დავიწყოთ ბოლო შეკითხვიდან. ანუ იყო თუ არა შარლ პერო ნამდვილად ამ ზღაპრებთა კრებულის ავტორი. ალბათ ბევრმა თქვენთაგანმა არ იცის, თუმცა შეიძლება ბევრმა იცის კიდეც, რომ ეს მეზღაპრე შარლ პერო ფულს ზღაპრებით არ შეულობდა. მდიდარი პარიზელი ვაჭრის და ამავდროულად პარიზული პარლამენტარის წევრის შვილმა თავისი მოხერხებულობით შეიძლება ითქვას ნამდვილი ბიზნესმენისთვის დამახასიათებელი თვისებები და ალღოთი მან მოახერხა ძალიან დიდი თანამდებობის დაკავება მაშინდელი საფრანგეთის სამეფო კარზე და ფაქტიურად შეიძლება ეს დოკუმენტურადაც დასაბუთებულია და მის ბიოგრაფიაში ეს ხაზგასმულია. იგი იყო ფინანსთა მინისტრის პირველი შეიძლება ითქვას მოადგილე, თანაშემწე უწოდი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მარჯვენა ხელი და მის გარეშე ვერც ერთი რთული ფინანსური საკითხი იმ პერიოდის საფრანგეთის მონარქიისა და იმ პერიოდის საფრანგეთისა ვერ წყდებოდა. უცნაურია ნამდვილად, რომ ეს ცნობილი მეზღვაპრე მოდროულად გახდა სამეფო კარის მთავარი ფინანსისტი. ესეც ძალიან საინტერესო პარალელია. მას დიდ პატივს ემდნენ სამეფო კარზე და ისიც არ აკლებდა დიდ ამბებს და ხოტბადიდებას სამეფო კარს. ცნობილ მეზღვაპრეს ეკუთვნის უზარმაზარი პოემა ლუდოვიკო დიდის საუკუნე. ეს ფაქტობრივად არის მონუმენტალური შრომა, სადაც მონარქიის ღირსება და დამსახურებაც ამდე აყვანილი, როგორც გითხარის, და ფაქტობრივად ფუნდამენტური ნაშრომია, რამაც შეიძლება ითქვას განსაზღვრა მაშინდელი მთლიანად ფრანგული კულტურის განვითარების მიმართულება. მხედველობაში მაგ არა მხოლოდ ლიტერატურა, არამედ ხელოვნება ზოგადად და მათ შორის მეცნიერებაც. შარლ პერომ დაარსა სხვათა შორის ფრანგული აკადემია და წლების განმავლობაში მისი უცვლელი თავმჯდომარეც გახლდათ. რაც შეეხება ზღაპრებს, საკმაოდ ხანდაზმული ასაკის იყო, როგორც გითხარით, შარლი, როდესაც მან ზღაპრების კრებული გამოუშვა და მისი სტატუსიდან და მისი ზოგადად ლიტერატურული გემოვნებიდან გამომდინარე, ის ასეთი ჟანრით არ უნდა დაინტერესებულიყო. ძალიან ბევრი მკვლევარი იზიარებს ვერსიას იმის თაობაზე, რომ ზღაპრების კრებულის ავტორი იყო არა შარლი, არამედ მისი ვაჟი პიერი, რომელიც ბავშვობიდან იყო გატაცებული ხალხური ზღაპრებითა და ლეგენდებით და ყველაფრის გულმოდგინედ იწერდა თავის ღვეულში. ჩვენ არანაირად არ ვაკნინებთ შარლ პეროს ლიტერატურულ გემოვნებას, ლიტერატურულ ღვაწლს, მაგრამ აქ საუბარი იმაზე, რომ თავად იდეა ამ ზღაპრებისა მას გაუჩნდა მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც მამამ პიეროს ჩანაწერები იხილა. მამამ უმალ აუღო თავისი შვილის გადაცებას და მიხვდა, რომ ეს ღვეულში ჩაწერილი ზღაპრები და ისტორიები მისი ვაჟისთვის კარგი კარიერის დასაწყისი გახდებოდა. მან პიერის ისტორიები, ლიტერატურული პასაჟები დატვირთა, რამე თუ ამ პატარა პიერს არ ქონდა ესეთი გამოცდილება და არ იყო დახელოვნებული ენაში და არ ფლობდა ეს ენას როგორც მამამისი, მან რაღაცნაირად ეს გაალამაზა, თუმცა სიუჟეტი იგივე დატოვა, რაც მას შვილს ჰქონდა, ფაქტობრივად იდენტურია და ასე შექმნა მას ზღაპრების კრებული დედიკო ბატის ზღაპრები, ანუ ძველი დროების ისტორიები განმარტებებით. ეს ნაშრომი პიერს უნდა მიერთვა მეფის უსაყვარლესი დისულისთვის, ორლეანელი პრინცესა ეს მეფის კარზე იზრდებოდა და ძალიან დიდ მომავალს უწინასწარ მეტყველებდნენ და მასთან დაახლოვება უკვე ფაქტობრივად კარგ კარიერას უწინასწარ მეტყველებდა ყველას, ვინც მის ამალაში ჩაერთვლებოდა და რა თქმა უნდა მამასაც უნდა და პიერი ამ ზღაპრების მირთმევის შემდეგ გახდებოდა მისი ამალის წევრი და შესაბამისად მიიღებდა წოდებას. ერთი წელი მოანდომა მან ამ ნაშრომის რაღაც რედაქტირებას თუ შეიძლება ითქვას და რაღაცნაირად როდესაც ეს დაასრულა, ბოლოში დიდი ასოებით დაწერა, რომ მისი ავტორია არა შარლ პიერო, არამედ პიერ პიერო. ყველაფერი გეგმის მიხედვით მიმდინარეობდა. პიერმა პრინცესას წიგნი აჩუქა, ის მიიღეს სამეფო კარზე, მიანიჭეს თავადის ტიტული, ამასთან ექსკლუზიური უფლება წიგნის გამოცემაზე. სხვა შორის კრებული 1697 წელს გამოიცა პიერის, ანუ პიერ პეროს და არა შარლ პეროს სახელით, ამას ხაზგასმით ვამბობ და ყველაფერი ისე მიდიოდა, როგორც საქმეში ჩახედულმა მამამ დაგეგმა, მაგრამ მოხდა გარკვეული რამ უბედური შემთხვევა, რომელმაც ეს გეგმა სხვაგვარად წარმართა. მოდით ამის შესახებ ვისაუბროთ უკვე სარეკლამო პაუზის შემდეგ.
მოვარგოთ X კოდი დაშიფრული X ფაილების გასახსნელად. X კოდი მიშა მიმინოშვილთან ერთად. კიდევ ერთხელ საღამოშიდობის საქალბატონებო და ბატონებო, X კოდი განაგრძობს რადიო ემეთში მუშაობას და თქვენ ისმენთ დღეს ისტორიას ლიტერატურული გმირის რეალურ პროტოტიპზე მხედველობაში მაქვს შარლ პიეროს ლურჯი წვერა და ეს ნაწარმოები, როგორც გითხარით, მისი ზოგადად ზღაპრული პასაჟებიდან არის ამოვარდნილი, რამე თუ აქ ფაქტობრივად საუბარია სერიულ მკვლელზე და ნამდვილად არასაბავშვო ისტორია და ჩვენ ბევრი შეკითხვა დავსვით და ბოლო შეკითხვიდან დავიწყეთ ჩვენი თხრობა, ანუ ზოგადად ეკუთვნის თუ არა ეს ნაწარმოები შარლ პიეროს, რა თქმა უნდა, არავინ არ აპირებს მის პლაგიატობაში დადანაშაულებას, მაგრამ როგორც გითხარით, ეს იდეა ზოგადად ეკუთვნოდა არა მას, რამე თუ ის უკვე ხანდაზმული იყო, როდესაც ზღაპრების წერა დაიწყო, არამედ მის შვილს პიერ პიეროს, რომელიც ლეგენდები და ზღაპრებით იყო გატაცებული, პატარა ბიჭი იყო 15-16 წლის, ყველაფერს ამას იწერდა რვეულში და რაღაცნაირად მამამისმა გადაწყვიტა, რომ ეს მისი გატაცება გამოეყინებინა ის მისი შვილის წარმატებისთვის, რამე თუ სამეფო კარზე იხსნებოდა ორლეანელი პრინცესა, მეფის უსაყვარლესი დისული და მისთვის აი ასეთი წიგნის მიძღვნა იქნებოდა მისი კარიერის დასაწყისი და მართლაც მან ეს ყველაფერი გააკეთა. ეს კრებული 1 წელი უწევდა აი ამ ნაშრომს რედაქტირებას და შეიძლება ითქვას ფაქტობრივად მისი დაწერილია, მაგრამ იდეა ზღაპრებისა და ზოგადად გმირების სახელები, ზოგადად ისტორია, ყველაფერი არის მისი შვილის 1697 წელს გამოიცა კიდეც კრებული, გითხარით სახელწოდება დედიკოთ ბატის ზღაპრები, ანუ ძველი დროების ისტორიები განმარტებით, ასე ერქვა კრებულს და აი ამ კრებულის ავტორად სახელდებოდა არა შარლ პიერო, არამედ პიერ პიერო. რა თქმა უნდა, ყველაფერი ისე გეგმის მიხედვით მიდიოდა, ის პიერი მიიღეს სამეფო კარის ამალის წევრი გახდა, მიანიჭეს მას წოდება და ყველაფერი კარგად მიდიოდა, მაგრამ მოხდა უბედური შემთხვევა. პიერმა დუელში გამოიწვია და მოკლა კიდეც მისივე თანატოლი გიომ კოლე. კამათის მიზეზი არ არის ცნობილი და ზოგადად ამას აზრის არ აქვს და ცნობილია ის, რომ ასე ამ დუელის შემდეგ ის სამეფო კარის ამალიდან გააძევეს. რა თქმა უნდა, მამას ძალიან გითხარით კიდეც, რომ ის აკადემიის, ფრანგული აკადემიის თავმჯდომარე გახდა და ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობდა ზოგადად სამეფო კარზე და მისმა აი ამ პრესტიჟმა და მისმა ასეთმა ადგილმა ზოგადად სამეფო კარზე განაპირობა ის, რომ ის არ დასაჯეს და ციხეში არ ჩასვეს. მამამ ძალიან დიდი ფული გადაუხადა დაღუპულთა ოჯახს და ძალიან დიდი ძალისხმევის შემდეგ მოახერხა ის, რომ ვაჟიც ჩარიცხეს მოქმედ არმიაში, რომელიც რაღაც საბრძოლო მოქმედებაში იყო ჩართული და რაღაცნაირად რამდენიმე თვეში მოხდა ისე, რომ პიერი ერთ-ერთ ბრძოლის დროს დაიღუპა. გადიზროდა ზღაპრების მომდევნო გამოცემებში, უკვე ზღაპრების კრებული ისევ გამოდის, მათ შორის ლურჯ წვერაც და მის ავტორად უკვე სახელდება არა პიერი, არამედ შარლი. ჩემი აზრით, პიერის სახით ჩვენ ნამდვილად დავკარგეთ უნიჭიერესი მეზღაპრე, რადგან შვილის სიკვდილის შემდეგ მამას, ანუ შარლს არაფერი დაუწერია, სამაგეროდ მის ზღაპრებს მოყვა ამ ჟანრში მოღვაწე მწერლების მთელი პლეიადა და არაჩვეულებრივი ნაწარმოებები, არაჩვეულებრივი ზღაპრები, რომლებიც გაცილებით უფრო მეტია ვიდრე ზღაპარი მე რომ გითხო. თუმცა მოდით ისევ დავბრუნდეთ ერთ მთავარ თემას, ვინ იყო პიეროს ლურჯ წვერას რეალური პროტოტიპი. სიუჟეტი, სადაც ბრძანებელი კლავს თავის მეუღლეებს და მათ სხეულებს ინახავს საიდუმლო ოთახებში, ასეთი სიუჟეტი ლამაშის ორივე მხარეს შეიძლება მოვიძიოთ, ფრანგულ ბრეტანში და ბრიტანულ უელში, გულისხმობ ლეგენდას ბარონ კონომორზე. ახლა აღარ შევაჩერეთ ამაზე, თქო, დაახლოებით იდენტურია იმის სიუჟეტი, რასაც კითხულობ შარლ პიეროს ლურჯ წვერაში. ანუ ეს ბარონ კონომორი მოკლედ გეტყვით, არ ცნობდა კანონიერ ქორწინებას, ხოლო თავის უკანონო მეუღლეებს იმქვეყნად ისტუმრებდა. გადამისა ლურჯ წვერას რეალურ პროტოტიპად, ასევე შეგვიძლია აღვიქვათ რეალური პიროვნებები, ისტორიული პიროვნებები, თუნდაც ინგლისის მეფე ჰენრი მე-7, რომელმაც 8-დან 6 მეუღლე მოაკვდინა, ასევე იოანე მრისხანე, ანუ იგივე ივან გროზნი, რომლის ხელში 5 უკანონო სოლი დაიღუპა, 3 კი მონასტერში აღესრულა და ლოგიკურია, რომ პიეროს ზღაპრის გმირად მივიჩნიოთ სწორედ ლეგენდა კომორზე. მაგრამ სულ სხვაგვარი იყო თავად პიეროს განმარტება, რომელიც საშინელი ისტორიის მოსმენის შემდეგ
უგონო ჩავარდნილ მარკიზებს უყვებოდა, რომ ამ ზღაპარს საფუძვლად დაედო ისტორია, რომელიც მან ტიფოსში მოგზაურობისას მოისმინა და ჩაიწერა თავის დღიურებში, თუმცა ჩვენ უკვე ვიცით თუ ვინ ჩაწერა დღიურებში და ვინ არის ამ დღიურების რეალური ავტორი, ამაზე აღარ შევაჩერებთ თქვენს ყურადღებას. გლეხების მიერ მოყოლილი ისტორია კი ასე ჟღერს. ტიფოსში არის საშინელი სასახლე, საიდანაც ღამღამობით სასახლის ფანჯრებში იდუმალი ნათელი გრდის და საშინელი ნგრევის ხმები რამდენიმე ლიეზე ისმისო. მე-15 საუკუნეში ტიფოჟის და მრავალი სხვა სასახლის მფლობელი გახდათ ჟილ დერე, ბარონი. 16 წლის ასაკში მან მოიტაცა კეთილშობილი ქალიშვილი კატრინ დე ტუარი და 1420 წლის 30 ნოემბერს სალით მოიყვანა საკურთხეველთან. ჩაიგდო თუ არა ხელში მეუღლის მზითევი, ჟილ დერე გახდა საფრანგეთის ერთ-ერთი უმდიდრესი ბარონი. გთხრობით ხასიათით გესაუბრებით, მაგრამ მე ფაქტობრივად გადმოგცემთ იმ ვერსიას, რომელიც დაედო საფუძვლად თავად პეროს თქმით მის ლურჯწვერას. თუმცა მისი ბედნიერება, მხედველობაში ჟილ დერეს ბედნიერება დიდხანს არ გაგრძელებულა, მისი ცოლი მამისეულ სახლში დაბრუნდა და მზითვეებიც თან წაიღო და მოკეიფერა დროსტარების მოყვარე ბარონი ისე თვალებში ჩავარდა, რომ მას ჭირდებოდა შემოსავალი და ამ დროს ის დაინტერესდა ფილოსოფიური ქვის მოპოვებით. ტიფოში უამრავი ჯადოქარი დადიოდა, ის მონაწილეობდა მკრეხალ რიტუალებში, საკუთარი სისხლით აწერდა ხელს რაღაც სატანისტურ დოკუმენტებს, მაგრამ ამაოდ ფილოსოფიური ხარსა დარჩენდა და ის სასახლეში ჩამოვიდა ოკულტურ მეცნიერებათა მაგისტრი ფრანჩესკო პრელატი. იტალიაში მას ჰქონდა განთქმული ჯადოქრის ავტორიტეტი და როგორც ბარონმა შეიტყო თუ არა პრელატის შესაძლებლობის შესახებ დაუყოვნებლივ გადასცემას სარგებლობაში ტიფოში და სხვადასხვა ციხესიმაგრეები და ჯადოქრის დახმარებით აქტიურად გადაეშვა შავმაგიაში, რიტუალებისთვის კი ის ბავშვებს იტაცებდა და წირავდა აი ამ ბოროტ ძალებს. და აი ამისთვის მას ეხმარებოდნენ მისი მსახური დედაბერი პერინა მარტენი და ბატონი დე ბრიკვილი, რომლის ატყუებდნენ და გზავნიდნენ სასახლის სისხლიან კედლებში. დედაბერი მოგზაურობდა სოფლებში, ხოლო დე ბრიკვილი საფრანგეთის პროვინციებში აგროვებდა ბიჭებს, ვითომ და ყოვლის შემძლე ბარონისთვის პაჟების თანამდებობაზე. აღტაცებული მშობლების სიხარულით უშვებდნენ თავიანთ პირშეებს ბარონის სამსახურში, მათი ორუბლო მომავლის იმედით. ამობენო თავად დე ჟილიც იტაცებდა ბავშვებს. ნუ ახლა მე მომიტევეთ ცოტა სწრაფად ყვები, რამე თუ მე მინდა ეს ისტორია მოკლედ მოგითხროთ, ის ისტორია, რომლის საფუძველზე თვითონ პეროს სიტყვებით შეიქმნა ეს ნაწარმოები და შემდგომ რეალობაზე უკვე შემდგომ გადავიდეთ. 1932-1940 წლებში 800-მდე ბავშვი დაიღუპა ტიფოშის საბედისწერო კედლებში, მაგრამ მალევე ნანტის ეპისკოპოსმა მალესტროამ აღძრა პროცესი ჟილ დერეს წინააღმდეგ 1440 წლის ოქტომბერში, ეს რეალური ფაქტია და თავადვე თავმჯდომარეობდა საეკლესიო ტრიბუნალს. მოკლული ბავშვების მშობლები მოთქვამდნენ, მოითხოვდნენ საკადრისის სამჭეროს ასრულებას. პრელატი და დედაბერი მარტენი ასევე ხატუნად აღწერდნენ იმ ბოროტ მოქმედებას, რომელშიც ისინი ბარონთან ერთად მონაწილეობდნენ და ხელს ადევნდნენ ბარონს, რომ ის აიძულებდა მათ გაეკეთებინათ ეს საშინელება. პროცესის დასაწყისში ბოროტ მოქმედი ყველაფერს უარყოფთაო, მოგვიანებით კი იგი საწამებელ საკაში გადაიყვანეს, სადაც ყველაფერი აღიარა, ჭეშმარიტება სანთან საქმეელი არ დაკარგა და ყოველივეს მოხდა მალესტროას დიდი ძალისხმევით 1440 წლის 26 ოქტომბერს 36 წლის ჟილ დერე კონსულზე დაწვეს და ამით აღესრულა სამართალი და სიკვდილის წინ მან ყველა ცოდვა მოინანია. ნუ ეს გახლავთ ესეთი მოკლე ისტორია, მომიტევეთ რომ ესეც ძალიან ჩქარა და ცოტა ხატუნად გითხარით, რამე თუ თქვენ მიხვდებით თუ რა არის სინამდვილე და რა არის არასინამდვილე. ეს ისტორია, რომლის გლეხებმა უამბეს პეროს ფაქტობრივად დაერდო საფუძვლად ლურჯწვერას ზღაპარს, რაც შეეხება ლურჯწვერს, ნუ თავად ჟილი ჟღალი იყო, წვერი კი შავი ქონდა და როდესაც კითხეს პეროს, ნუ რატომ არის შენი გმირი ლურჯწვერა, მან თქვა რომ გლეხებმა მასო შეარქვეს ლურჯწვერა, იმიტომ რომ ყველა ადამიანს ვისო ეშმაკს მიყიდოსო, საერთოდ მე წვერი ულურჯდება. თუმცა სიუჟეტური შეუთანხმებლობას ასევე აშკარაა, ლურჯწვერა პეროს ლიტერატურული გმირი კლავდა ცოლებს, ჟილ დერე კი ბავშვებს და როდესაც პეროს ეკითხებოდნენ თუ რა არის აქ, რატომ გადააკეთე შენო რა შოშია ცოლები, ნუ აქ გითხარით კიდევ აშკარა აბსოლუტურად სულ სხვა ლეგენდა, თუმცა ამაზე პერო პასუხობდა რომ ნუ რა მნიშვნელობა აქვს ეს ბავშვები იქნებიან ცოლებია, ბოროტება ხომ ბოროტება. და რა შეეხება ახლა უკვე ნელ-ნელა გადავდივართ ჩვენს თავარ თემაზე და ფაქტობრივად ჩვენ უკვე ისე ვიწყებთ ერთგვარი სტერეოტიპების რღვევას. რეალური პიროვნება ჟილ დერე მართლაც არსებობდა და ის მართლაც საშინელი სიკვდილით დასაჯა ინკვიზიციამ კოცონზე დაწვა ბავშვების გატაცებისა და მათი სხეულების შავი მაგიის რიტუალებში გამოყენების ბრალდებით. მან მართლაც აღიარა წამების შედეგად ყველა დანაშაული
და ითხოვა პატიება და ესეც ყველაფერი დოკუმენტურად არის დასაბუთებული. და ბრეტონის პროვინციაში სხვათა შორის თუ ჩაბრძანდები დღემდე აჩვენებენ ტურისტებს თითქოს და იმ კოშკის ნანგრევებს, სადაც ჟილდერე იგივე ლუჩსვერა თავის საშინელებებს შადიოდა და დეტალურად უყვებიან ხოლმე გაოცებულ ტურისტებს თუ რა საშინელების შადიოდა და თითქოს რა თქმა უნდა ეს ფულის კეთების არაჩვეულებრივი საშუალება, მაგრამ თქვენ მიხვდებით აი გადაცემის ველობისას, რომ სახეზე გვაქვს ფაქტობრივად ფაქტების აშკარად გაყალბებას. თამაში გარკვეულწილად შარლ პეროს, უფრო ზუსტად მის ვაჟს პიერ პეროს თავისი დათური, თუ შეიძლება ესე თქვა, სამსახური აქვთ შეტანილი. დაახლოებით ასეთივე ბედი ერგო თქვენ იცით ცეპეშს, რუმინელ თავადს, რომელსაც ვამპირი დრაკულას იმიჯი მოარგო მწერალმა ბრემ სტოკერმა და სინამდვილეში, ამასაც მიუძღვნით აუცილებლად ჩვენ ერთ-ერთ გადაცემას და ამ სტერეოტიპის რღვევასაც შევეცდებით. თუმცა მოდით ისევ ჟილდერეს დავუბრუნდეთ, თუ რა თქმა უნდა გვაძლევს დრო ამის საშუალებას. ჟილდერემ სახელი გაითქვა გაცილებით ადრე, ვიდრე პერომ და მისთანანი მას ლუჩსვერას მეტსახელს მიაწერდნენ. ის ძალიან პატივსაცემი დიდგვაროვანი ბრეტონული გვარის წარმომადგენელი გახლდათ. მისი წინაპრები საქვეყნო მთელ საფრანგეთში იყვნენ ცნობილნი თავისი ვაჟკაცობით, სიმამაცით და იყვნენ ნამდვილად მამაცი მხედართმთავრები. ამბობენ, რომ ჟილი ადრევე დაობლდა და მას ზრდიდა ბაბუა, რომ მას შვილიშვილს ასწავლა არა მხოლოდ ბრძოლის წარმოების ხელოვნება, არამედ ჩაუნერგა მას წიგნებისადმი უზომო სიყვარული, რაც მაშინდელი რაინდებისთვის ნამდვილად არ იყო დამახასიათებელი და ბარონი არ იშურებდაო ფულს, როგორც კი შეუძლობდა ფულს, ის არ მხოლოდ ხარჯავდა მას რაღაც დროსტარებასა და ქალებში, არამედ ის ამ ფულით იძენდა ძველ ხელნაწერებს, ეტრატებს და ფაქტობრივად დააგროვა უამრავი უნიკალური წიგნი და ამით შექმნა ფაქტობრივად ყველაზე ძლიერი ბიბლიოთეკა იმ დროინდელ ევროპაში, როგორც მკვლევარები აღნიშნავენ. მოდით ახლა დროებით შევისვენოთ, დაუთმოთ საერთო დრო მსოფლიო ჰიტს, რეკლამებს, მოისმინე საინფორმაციო გამოშვება და შემდეგ ჟილდერეს საინტერესო რეალური ისტორიით ისევ დაბრუნდებით რადიო იმედის პირდაპირ ეთერში დროებით. მოვარგოთ X კოდი დაშიფრული X ფაილების გასახსნელად. X კოდი მიშა მიმინოშვილთან ერთად. კიდევ ერთხელ საღამოშიდობისა ქალბატონებო და ბატონებო, X კოდი განაგრძობს მუშაობას რადიო იმედის პირდაპირ ეთერში და დღეს ჩვენი სასაუბრო თემა გახლავთ კვლავინდებურად ლიტერატურული პერსონაჟი და რეალობა. ამჯერად ჩვენ ავირჩიეთ შარლ პეროს ზღაპარი ლუჩსვერა და მისი რეალური პროტოტიპი. ჩვენ გადაცემის პირველ ნაწილში მოგახსენეთ კიდეც, რომ არსებობს ვერსია და ეს ფაქტობრივად დადასტურებულია, რომ ამ ზღაპრების ზოგადად ზღაპართა კრებულის ავტორი, მათ შორის შექმნებიანი კატა და რა თქმა უნდა ლუჩსვერაც არის არა თავად შარლ პერო ავტორი, შეიძლება იყოს შარლ პერო, მაგრამ იდეის ავტორზე მაქვს საუბარი, არის არა შარლ პერო, არამედ მისი ვაჟი პიერ პერო და შარლ პერო მხოლოდ და მხოლოდ მისი რვეულში ჩაწერილი ისტორიები რაღაცნაირად ლიტერატურული ფორმა მისცა და საბოლოო ჯამში გამოაქვეყნა და ამოვარდნილია კიდეც მისი მოღვაწეობის კონტექსტიდან. ამაზე აღარ მოგახსენებთ, საუბრობთ ასევე იმაზე, თუ ვის ასახელებდა თავად შარლი აი ამ თავისი ლუჩსვერას, რომელიც ფაქტობრივად შეიძლება ითქვას სერიული მკვლელია და ეს ხო პირველი შემთხვევა, როდესაც სერიული მკვლელი გახდა მთავარი ლიტერატურული პერსონაჟი. და მოგახსენებთ კიდეც, რომ შარლ პეროს აზრით მისი აი ლიტერატურული პიროვნების პროტოტიპი გახლდათ ჟილდერე, რომელიც კოცონზე დაწვეს იმის გამო, რომ ის შავ მაგის რიტუალებში მონაწილეობდა, იტაცებდა ბავშვებს, აწვოლებდა და რაღაცნაირად ბოროტ ძალებს მსხვერპლს წირავდა იმისთვის, რომ რაღაცა ალქიმიური შავი მაგის რიტუალები შეესრულებინა. თუმცა რეალობა, როგორც გითხარით, აბსოლუტურად სხვაგვარია და დღეს ჩვენ ფაქტობრივად ვცდილობთ ამ ადამიანის რეაბილიტაციას არა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში თქვენ ნახავთ, რომ ის მართლაც იყო რაღაც გარკვეულწილად ალქიმიით გატაცებული, მაგრამ ის საშინელებები, რასაც მას მიაწერენ, ეს როგორც უკვე გადაცემის ბოლოს უკვე მიხვდებით, ნამდვილად არ შეესაბამებოდა რეალობას და ჩვენ როგორც ყოველთვის X კოდში კვლავინდებურად გვიწევს გარკვეული არსებული სტერეოტიპების რღვევა. როგორც გითხარით, რეალური პიროვნება
ჟილდერე მართლაც არსებობდა, ის მართლაც დაისაჯა საშინელი სიკვდილით ინკვიზიციების კოცონზე, დაწვა ბავშვების გატაცებისა და მათი სხეულების შავი მაგიის რიტუალებში გამოყენების ბრალდებით. მოგახსენეთ კიდეც, რომ ბრეტონის პროვინციაში დღემდე აჩვენებენ ტურისტებს აი ამ ადგილს ტიპოჟის კოშკის ნანგრევებს, სადაც ის აი ამ საშინელებებს ჩადიოდა და რიტუალები სრულდებოდა და სადაც ეს ბავშვები იტანჯებოდნენ, მაგრამ სინამდვილე რეალობა აბსოლუტურად სხვაგვარია. მე გითხარით, რომ ის სამეფო გვარის წარმომადგენელი არ იყო, მაგრამ საკმაოდ დიდგვაროვანი ბრეტონული გვარის წარმომადგენელი იყო. მისი წინაპრები გამორჩეული იყვნენ მამაცობით, ვაჟკაცობით, პატიოსნებით, ამას ხაზს უსვამ და ის ადრევე დაობლდა და მისი აღზრდა ფაქტობრივად ითაობა აფუამ, რომელშვილიშვილს შეაუნერგა არა მხოლოდ აი საბრძოლო ხელოვნების ოსტატობის საიდუმლო, არამედ მას შეაუნერგა ასევე წიგნიერებისადმი უზომო სიყვარული და ბარონი ამით გამოირჩეოდა სხვა რაინდებისგან, იმით რომ ის არა მხოლოდ ხარჯავდა ფულს რაღაცა კოშკების და მამულების შეძენაში და რაღაცა თავისი ქონების და ძალის გამტკიცებას არ ანდომებდა ქონებას, არამედ აი ამ ფულით ის ყიდულობდა ძალიან ძველ წიგნებს, ეტრადებს და ფაქტობრივად მან შექმნა უზარმაზარი ბიბლიოთეკა, რომელიც მთელ ევროპაში იყო განთქმული, ესეც დოკუმენტურად არის დასაბუთებული. ბაბუას მოთხოვნით ის ადრე დაქორწინდა, მას პატარძლების დიდი არჩევანი ჰქონდა, მაგრამ მან ცოლად შეირთო მისი კუზინა და სხვათა შორის ძალიან დიდი მithქმა-მოთქმის საბაბი გახდა. ეს აკრძალული იყო ეკლესიის მიერ, მაგრამ ბაბუას თვით რომის პაპის უშუალო ნებართვის აღებაც კი დასჭირდა ამის გამო. მას ქალიშვილიც კი შეეძინა მარია. საინტერესოა, რომ აი რეალურ ლურჯტვერას რეალურ პროტოტიპს, რომელმაც ისტორიის თანახმად და თუნდაც აი მსხაპრის თანახმად 6 მეუღლე თუ არ ვცდები წამებით მოკლა და მეშვიდე ამ სიკვდილს გადაურჩა იმით, რომ მისმა ძმებმა უშველეს და ის ლურჯტვერა მოკლეს, ხანგრძლივ განგმირეს, მაგრამ აი ამ ადამიანს რეალურ პროტოტიპს ყავდა მხოლოდ ერთი მეუღლე, რომელიც მის კონცერტზე დაწვის შემდეგ სიბერისგან გარდაიცვალა და არანაირი ძალადობა მასზე არავის არ უხმარია. ჟილდერე ახალგაზრდობიდან მონაწილეობდა ასწლიან ომში, გამორჩეული იყო თავისი სიმამაცით და არაჩვეულებრივად ფლობდა თითქმის ყველა საბრძოლო იარაღს და იყო გამორჩეული მეომარი. ეს ასწლიანი ბრძოლა მოგესალმებით ინგლისელების წინააღმდეგ იყო მომართული და ის მონაწილეობდა მომავალი მონარქის კარლ მე-7-ს მხარეს იბრძოდა. ესე ძალიან საინტერესოა, რამე თუ სხვადასხვა მის მამაცობაზე არაერთი ისტორიული წყარო წერს, ეს სანამ მას კოცონზე დაწვევდნენ იმ პერიოდში, ამბობდნენ, რომ ეს იყო არაჩვეულებრივი მებრძოლი, არაჩვეულებრივი მეომარი და მას ტოლი ბადალი არ ყავდა და უნდა ითქვას, რომ აი კარლ მე-7-ს მხარეს რო იბრძოდა, მაშინ კარლ მე-7 თითქმის შეიძლება ითქვას არაფერი არ იყო, ის იყო ბასტარდი, ფაქტობრივად მას არ ჰქონდა არანაირი შანსი რომ გამختارიყო მეფე, მაგრამ რაღაცნაირად ეს ახალგაზრდა ჟილდერეს ბარონი სწორედ მის მხარეს იბრძოდა და სწორედ მას დიდი წვლილი მიუძღვის იმაში, რომ საბოლოო ჯამში კარლ მე-7 გახდა მონარქი, მეფე, მაგრამ ეს მას არანაირად არ დაუფასდა საბოლოო ჯამში შემდგომ საფრანგეთის ისტორია. ამის არაერთ მაგალითია ხოლმე, როდესაც ადამიანი, რომლის წყალობით მონარქი ხდება მონარქი, ის შემდგომ რაღაცნაირად მისი ბედი ძალიან ცუდად წარიმართება ხოლმე. და ამ შემთხვევაშიც ჟილდერეს მაგალითიც ფაქტობრივად ამის დამადასტურებელია. მაგრამ აქ მოხდა ძალიან მთავარი რამ. აქ შეიძლება ითქვას ჩაერია განგება ორლეანელი ქალწულის ჟანა დარკის სახით, რომელიც ფაქტობრივად ჟილდერეს, როდესაც საუბრობთ ჟილდერეზე, ჟანა დარკი ეს არის აუცილებელი მთავარი თემა მის ცხოვრებაში და შეიძლება ითქვას ეს საინტერესო პიროვნება, ეს ორლეანელი ქალწულიც აუცილებლად გახდება ჩვენი ერთ-ერთი გადაცემის მთავარი გმირი, რამე თუ მის ბიოგრაფიაში არის ბევრი რამ, რომელიც თქვენთვის ნაკლებად არის ცნობილი, თუმცა ისე დაუბრუნდეთ ჟილდერეს, სწორედ ჟილდერეს. როგორც გითხარით, კარლ მე-7-ს ფაქტობრივად არ ჰქონდა გამეფების შანსი და მხოლოდ ჟილდერეს ძალისხმევის შედეგად ის გახდა მონარქი, მაგრამ აქ მის მონარქიის ჩამოყალიბებაში და ზოგადად ჟილდერეს მომდევნო ბედზე ძლიერ იმოქმედა ყველასათვის კარგად ცნობილმა ორლეანელმა ქალწულმა ჟანა დარკმა. ეს გახლავთ პიროვნება, რომელიც ასევე ალბათ გახდება ჩვენი ერთ-ერთი გადაცემის მთავარი გმირი. ბევრი ბურუსით მოცული ისტორიებია მის ბიოგრაფიაში დაავადებული, რომელიც მართლაც ეს ბურუსი მოითხოვს ფარდის გახსნას და რაღაც საინტერესო დეტალებია, რომლის შესახებ ჩვენ არ ვიცით, მაგრამ დაუბრუნდეთ ის ჟილდერეს. ჟილდერე დაიყოლია მეფე კარლ მე-7, რომ სასახლე შინიონში უკანასკნელად მოისმინა გლეხი გოგონასთვის, რომელსაც ჰქონდა ხილვები და რომელიც ამბობდა, რომ მას შეეძლო საფრანგეთის
საფრანგეთის გათავისუფლება და ბრძოლებში გამარჯვების მოპოვება, რომელიც საფრანგეთს გააძლიერებდა და რომელიც მომავალში საფრანგეთის ნამდვილად გადამრჩენელადაც კი აღიარებს. გარდა იმისა, რომ ბარონმა მართლა გულწრფელად დაიჯერა ჟანას წინასწარმეტყველება და დაინახა მასში, რომ ის ნამდვილად იყო განგების მიერ მოვლენილი იმისთვის, რომ რაღაც საფრანგეთი გადაერჩინა და მასში რაღაცა მისტიურიც კი დაინახა და გახდა შემდგომში მისი პირადი მცველი, მაგრამ პარალელურად, რა თქმა უნდა, კარლ მეშვიდეს ემსახურებოდა. და ისინი ერთად იბრძოდნენ. მინდა გითხრათ, რომ ესეც ისტორიული ფაქტია, რომ ჟილ დერე აი ამ ფრანგული ჯარების გამარჯვებაში, რომელსაც ჟანა დარკი მეთაურობდა, ფაქტობრივად ლომისვლილი 90% თუ არა 100% მიუძღვნის სწორედ ჟილ დერეს, რომელიც ასრულებდა ყველა საბრძოლო დავალება. ჟანა უბრალოდ იყო რაღაცნაირად სახე და რაღაცნაირად იდეოლოგი მთავარი და წარმმართველი ამ ბრძოლებისა, მაგრამ რეალურად ამ ბრძოლებს იგებდა და რეალურად ჟანას გამარჯვებებში კიდევ ერთხელ ამბობ დიდი წვლილი სწორედ ჟილ დერეს მიუძღვის. 1429 წლის 17 ივლისს რეიმში კარლის მეფედ კურთხევის დროს დერემ მიიღო სხვადასხვა მარშლის წოდება. ეს ძალიან დიდი მიღწევა იყო ზოგადად სამხედროების კარიერაში. მინდა გითხრათ, რომ ბარონი მაშინ 25 წლის იყო და ზოგადად საფრანგეთის ისტორიაში ამბობენ, რომ ის ერთადერთი ახალგაზრდა მარშალია. 1430 წელს კომპანიენთან ბრძოლის დროს ჟანა ბურგუნდიელებს შაუარდა, თქვით ეს ისტორია ეცით. კარლ მეშვიდემ ის ფაქტობრივად გასწირა. მას შეეძლო მისი გამოსყიდვა, ამის ფულიც ჰქონდა და რეპუტაციას და ფაქტობრივად მოლაპარაკებაც კი შელებოდა მეტოქეებთან ამის თაობაზე, მაგრამ მან ეს არ მოინდომა. თუ რატომ არ მოინდომა, ეს უკვე ცალკე თემა და ამაზე დღეს არ შევაჩერებთ ყურადღებას და გითხარით კიდეს, რომ ჟანა დარკ აუცილებლად დაუბრუნდებით და მაშინ ჟილმა შეკრიბა დიდი რაზმი, წავიდა რუანის ასაღებად, რამე თუ ამბობენ, რომ მას არა მხოლოდ სწამდა ორლეანი ქალწულის, არამედ რაღაც გარკვეული შეიძლება ითქვას, მას რაღაც შეიძლება უყვარდა კიდეც ეს ადამიანი და ამას არაერთი დეტალი მოწმობს მონათხრობიდან გამომდინარე, რასაც თქვენ შემდგომში მოისმენთ. ის მივიდა იმ საპრობილეს მიუახლოვდა, მაგრამ სამწუხაროდ მას დააგვიანდა 1431 წლის 30 მაისს ორლეანი ქალწული კოცონზე დაწვეს, როგორც იცით, და განსხვავებულმა ჟილმა ამბობენ, რომ გააპარტახა რამდენიმე ინგლისელი დიდგვაროვანის სამოსახლო, რამდენიმე დიდგვაროვანიც კი გაისტუმრა საიქიოს და შემდგომ იმისთვის, რომ რაღაცნაირად მებრძოლებში, რამე თუ მებრძოლი იყო, მარშალი იყო და იმისთვის, რომ რაღაცნაირად მებრძოლებს არ დაკარგოდათ ჟინი გამარჯვებისა და ბრძოლისა, ამიტომ მან ვიღაცა გოგოც კი იპოვა და გაავრცელა ჭორი, რომ ჟანა გადარჩა, არ მოკვდარა და ის გვერდი დაიყენა, ჩააცვა მას მისი ფორმა, მისი ჩაფხუტიც დაახურა დროშა მის სახელში, მაგრამ მალევე გაირკვა, რომ ეს ჟანა არ არის, ეს ვიღაცა სხვა ქალბატონია, რაღაცნაირად ეს ყველაფერი ჭორი გავრცელდა. ჟანას კოცონზე დაწვის შემდეგ და აი ამ წარუმატებელი სამხედრო ოპერაციების შემდეგ და მას შემდეგ, რაც მან უკვე დაინახა მეფე კარლისგან ასეთი უმადურობა და დაინახა რა, რომ მეფე კარლი მას უკვე ფაქტობრივად აღარ სწავლობდა და რაღაცნაირად იგი უკვე სხვა მარშლებით შესვალა, ის ჩაიკეტა თავის სასახლეში, დაუბრუნდა თავის ბიბლიოთეკას, მაგრამ გულში ის მეფეს და მის გარემოცვას ორლეანელი ასულის ღალატში ზდებდა ბრალს და რაღაცნაირად ამას რა თქმა უნდა არ გამოხატავდა, მაგრამ ის რომ ის სასახლიდან არ გამოდიოდა და დღე და ღამე თავის აი ამ წიგნებს ჩაკითხებდა და რაღაცნაირად აი ამ ბიბლიოთეკიდან არ გამოდიოდა ხოლმე, ესეც ალბათ იყო მთავარი მიზეზი იმისა, რომ შემდგომ მისი ბედი აბსოლუტურად სხვაგვარად წარიმართა. მოდით ახლა კვლავ შევისვენოთ დაუთმო რეკლამას, ხოლო შემდეგ ამ საინტერესო ისტორიით კვლავ დაბრუნდეთ რადიო იმედის პირდაპირ ეთერში. ამოუცნობი, ამოუხსნელი, დამალული, შენიღბული. X-კოდი რადიო იმედის ეთერში. კიდევ ერთხელ საღამოშილობისა, ქალბატონებო და ბატონებო, განვგრძელთ საუბარს ლიტერატურული პერსონაჟისა და რეალური პროტოტიპის შესახებ. კერძოდ დღეს, როგორც უკვე გადაცემის პირველი ნაწილიდან იცით, დღეს შევსაუბრობ შარლ პეროს ლურჯ წვერას რეალურ პროტოტიპზე. შარლ პეროს აზრით ეს იყო ჟილ დერე, ბარონი, რომელიც კოცონზე დაწვა ინკვიზიციამ შავ მაგიაში მონაწილეობის გამო. თუმცა მოდით ახლა აღარ ჩამოვყვები იმას, თუ თქვენ ვერ მოისმინეთ გადაცემის წინა ნაწილი, შეგიძლიათ შევძანდეთ რადიო იმედის
Facebook-ის გვერდზე ნახოთ გადაცემა X კოდი და მოისმინოთ უკვე ეთერში გასული გადაცემის უკვე შეიძლება ითქვას დასურათებული ვერსია. როგორც გითხარი, ჟილს ძალიან ბევრი მტერი და არაკეთილმოსურნე ყავდა, რომელთაც აწყობდათ მისი რეპუტაციის დისკრედიტირება და ზოგადად მისი მოცილება. ჩვენ უკვე ვიწყებთ უკვე ფაქტობრივ სტერეოტიპების მსხრევას და ჟილ დე რეის რეაბილიტაციას, რომელიც მართლაც მოხდა 1992 წელს, როდესაც შედგა ლიტერატურული ისტორიული ცნობილი პროცესი, რომელზეც დეტალურად განიხილეს ჟილ დე რეის ეგრეთ წოდებული ცოდვები. ამ პროცესს წარმართავდა მწერალი ისტორიკოსი ჟილბერ პრუტო. პროცესის მონაწილეთა ჯგუფმა, რომელიც შუა საუკუნეების ეკლესიისა და შეიძლება ითქვას ელიტარული ფეოდალების სახელით გამოდიოდა, დაადანაშაულა ჟილის დამცველები. მათ ჰქონდათ საკმარისი არგუმენტები, თუნდაც იმ დოკუმენტაციის სახით და ჟილი თავად აღიარებდა, რომ მონაწილეობდა ესეთ საშინაო რიტუალებში, მაგრამ ჟილის ჯგუფმა, რომელიც დამცველთა ჯგუფმა, რაღაცნაირად მოახერხა ეს ყველა ბრალდების ანულირება. ახლა დეტალურად არ შევდგებით, შეგიძლიათ შევძანდეთ ინტერნეტში და ნახოთ ამ ჯგუფის ოქმი, ამ სასამართლოს ოქმი ძალიან საინტერესოა. და მკვლევარებმა გათხრებსაც კი აწარმოებდნენ ტიფოში, სადაც უნდა ინახათ რაღაცნაირად გარკვეული მხილება და ამადასტურებელი იმისა, რომ ის მართლაც მონაწილეობდა ამ სამშინაო რიტუალებში. საბოლოოდ სასამართლომ, მაგრამ ვერანაირი სამხილი ვერ აღმოაჩინეს. საბოლოოდ სასამართლომ დაადგინა, რომ ადამიანების მსხვერპლ შეწვირის ფაქტები ვერ დამტკიცდა, თუმცა მარშალი კიდევ ერთხელ ამბობ, ნამდვილად იყო გადაცებული ალქიმიით და მაგიით, მაგრამ როდესაც შეისწავლეს დოკუმენტები, აღმოჩნდა, რომ ერთ კვირაში დაკარგულ ბავშვთა რაოდენობა 800-დან 140-მდე შემცირდა, ბოლოს კი ეს რიცხვი 36-მდე დავიდა. 100 მშობლიდან მხოლოდ 10-მა მისცა ჩვენება სასამართლოზე და როდესაც უკვე ეს დეტალურად დაიწყეს ამ 10 მშობლის ბიოგრაფიის შესწავლა, ნახეს, რომ 10-ვე მშობელს შემდგომ უკვე თავისი პატარა დუქნებიც ჰქონდა გახსნილი და ფაქტობრივად ისინი უკვე ფაქტია, რომ ისინი მოისყიდეს და ფაქტობრივად მათ სრულ ჩვენება მისცეს. სიმართლეს არ შეესაბამებო და არც დამნაშავის შეგირდების, როგორც გითხარით, შეგირდების ბრჭყალებში პრელატისა და იმ დედაბერ მარტენის დაჟის ისტორიას სინამდვილეში ისინი არ დაუჟიათ, არამედ ისინი საბჭეროსგან გათავისუფლეს, ალბათ მათაც ფული გადაუხადეს იმისთვის, რომ მათ ბრალი დაედოთ აი ამ საშინელ დანაშაულში ბარონი და ერკვევა ისიც, რომ ეპისკოპოს მალესტერს ასევე ჰქონდა თავისი ინტერესები ბარონის დისკრედიტირებაში და მის ფიზიკურ მოცილებაში პირდაპირ ვთქვათ, რადგან მისი და ჰერცოგ ჟან მეხუთის ბრეტონელის მამულები სწორედ მარშალ დე რესთან ჰქონდა დაგირავებული, ამიტომ მათ რა თქმა უნდა ეშინოდა შემოსავლის წყარის დაკარგვის ელემენტარულად. ბარონსა და ჰერცოგის ურთიერთობაც არ იყო მარტივი, რადგან ასეთი ძლიერი ბარონის დამოუკიდებლობის გაძლიერება არავის არ სიამოვნებდა. იცით თქვენ ეს ამპარტავნება ზოგადად მონარქებისა და მდიდებულებისა, ბარონის რეპუტაცია, ქონება, გნებად განათლება, მისი ბიბლიოთეკა გაცილებით, აი ყველაფერი ეს გაცილებით მაღალი იყო, ვიდრე საერთო ჯამში მაღალი შეფასება ჰქონდა მას თვითონ ადამიანებში, დიდ პატივსემდე მას, ვიდრე ჰერცოგ ჟან მეხუთეს და მას დიდი ხანია უნდოდა ზოგადად მისი მიწების და ქონების მითვისება და საერთოდ ესეც ცნობილი ფაქტია, რომ სანამ მას კოცონზე დაწვავდნენ, მან რაღაცნაირად აი ამ საბუთების გაყალბებით მოახერხა მისი აი ამ ტიფოჟის კოშკის ხელში ჩაგდება და ზოგადად მისი მამულების მითვისებაც. ნანტის ეპისკოპოსაც ჰქონდა თავისი ინტერესები, მას აწყობდა ჟილ დე რეის განადგურება და ამაში რა თქმა უნდა მას ეხმარებოდა სწორედ ის არგუმენტი, რომ ბარონი იყო ალქიმიით გატაცებული, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ იმ დროისთვის ყველა დიდგვაროვანი იყო ეს ფაქტობრივად ერთგვარი ხობიც კი გახდათ დიდგვაროვნებისთვის და ნამდვილი მიზეზი, როგორც გითხარით, ბრალდებისა არ არსებობდა. დერე მართლაც საკმარის ზემეს კითხულობდა წარმართულ ლიტერატურას, წერდა სასულიერო ფილოსოფიურ ტრაქტატებს, რომელიც არ არის შენახული, ამიტომ დაიწყო ყველაფერი მასთან ერთად და როგორც გითხარით, ალქიმიურ ცდებსაც ატარებდა, მაგრამ სისხლიან რიტუალებში და პატარა ბავშვების გატაცებაში ის ნამდვილად არ მონაწილეობდა და როგორც გითხარით, ეს ყველაფერი შემდგომ ექსპერტიზამაც კი დაადასტურა. ეკლესიის მიმართაც მას არანაირად არ ქონია პირდაპირ ესეთი მკაფიო აშკარა წინააღმდეგობა. თუმცა ერთხელ ის მართლაც დაუპირისპირდა ეკლესიას, როდესაც შევარდა წირვის დროს და მღვდელი დააპატიმრა, მაგრამ ის მღვდელი ძალიან ცუდად ექცეოდა მას და ფაქტობრივად შეურაცხყოფას აყენებდა და ეს არ ნიშნავდა იმას, რომ ის აშკარად
წინასწარად უპირისპირდებოდა ეკლესიას კიდევ ერთხელ ამბობთ. თავიდან ჟილდერე აცხადებდა, რომ ისინი, ვინც მას სასამართლოზე უწოდებდა ჯადოქარს, თავად არიან ეკლესიის მტრები და თავად მონაწილეობენ საშინაო რიტუალებში, რომ ისინი, ვინც მას ბრალდებას დებენ და ისინი, ვინც ხელს მოაწერენ და ვინც თანახმანი არიან იმისა, რომ ის კოცონზე დაიწვას, ფაქტობრივად მონაწილეობენ ბოროტ მოქმედებაში, რამე თუ ის, რა თქმა უნდა, ის ამბობდა, რომ მე არ უარყოფო იმას, რომ მე ვატარებდი ალქიმიურ ცდებს და ვკითხულობდი აკრძალულ ლიტერატურას, მაგრამ კატეგორიულად უარყოფდა და იფიცებდა ბიბლიაზეც, რომ არანაირად არ მიმიღიაო მონაწილეობა მცირეწლოვანი ბავშვების გატაცებაში, წამებაში, გაღწნაში და მათი განსაკუთრებით მსხვერპლად შეწირის ფაქტებს უარყოფდა. მაგრამ საქმეში ჩაერთო უკვე ინკვიზიციის ყველაზე სასტიკი მანქანა, თქვენ იცით, ესეც ცალკე თემა და მე რაღაცნაირად სულ მინდა ხოლმე ამ ინკვიზიციასაც შევეხო, მაგრამ ჯერ რაღაცნაირად არ მინდა ხოლმე დაგამძიმოთ აი ამაზე მოყოლით, ამიტომ აი საშინელი სისასტიკის არ ვიცი, აი ადამიანის ფანტაზია რა დონემდე უნდა მივიდეს, რომ აი დღემდე ფაქტობრივად ეს არის ყველაზე დიდი წამების, როგორ გითხრათ, მანქანა. მაშინ შეიქმნა ისეთი სისტემა, რომელიც დღესაც კი გაკვირვებას და გაოცებას იწვევს. ასეთ წამებას ვერანაირი ადამიანი ვერ გაუძლევდა ისეთი ძლიერი პიროვნებას, როგორც ჟილდერე გახლდათ, ის ჯერ გაცხელებული შანთებით აწამეს. შემდეგ მან გაიარა ეგრეთ წოდებული კიბის ეტაპი, ეს გახლავთ ადამიანს ჭიმავდნენ ხელზე და ფეხზე, უნდა თოყინობუნი და ეს ყველაფერი არ მინდა ახლა ესეთი საშინელი რაღაცები მოყვე და ამას მოყვე კიდევ უფრო საშინელი მეთოდები და რა თქმა უნდა ჟილმა ამას ყველაფერს ვერ გაუძლო და საბოლოო ჯამში მან აღიარა, რომ აწამა 100,000-ობით ბავშვი და მსხვერპლად შეწირა ბოლო ძალებს და ერთ-ერთ ბოლო დაკითხვაზე სხვათა შორის ძალიან საინტერესო ფაქტია, რომელზედაც ბევრი მკვლევარი ამახვილებს ყურადღებას, ჟილმა ბოლო მისი სიტყვები იყო, რომ მე ვაღიარე ყველა საშინელი ცოდვები, მეც არაფერს არ გეტყვით, ელოდებითო. საინტერესოა, რას უნდა ელოდებოდნენ მისგან, ანუ რა უნდა ეთქვა ესეთი, რომ რაღაც მეტი რაღა უნდა ეთქვა, მაგრამ არსებობს ვერსია, რომ მისგან ელოდნენ აღიარებას, რომ ისე აი ესეთი ჯადოსნური რიტუალობით ცდილობდა ჟანა დარკის გაცოცხლებას. რა თქმა უნდა, აქ კიდევ ერთხელ არსებობს კიდევ მკვლევართა ჯგუფი, რომელიც ვარაუდობს, რომ ჟილდერეს ჟანა დარკისადმი ჰქონდა არა როგორც ესეთი მისტიური დამოკიდებულება, არამედ როგორც მამაკაცის ქალისადმი, ამბობენ, რომ მათ ერთმანეთი უყვარდათ და ალბათ შეიძლება საქმე გვაქვს სიყვარულის დრამატულ ისტორიათან. ეს არავინ არ იცის, შეიძლება ეს მართლაც სიმართლე იყოს. მაგრამ როგორც მოგახსენეთ, 20 წლის წინ იუნესკოს დარბაზში შედგა ტრიბუნალი, სადაც ისტორიკოსები, იურისტები, ექსპერტები და თავადაზნაურობა, ეკლესიის წარმომადგენლები, კათოლიკური ეკლესიის წარმომადგენლები განიხილავდნენ ჟილდერეის საქმეს და რაღაცნაირად საბოლოო ვერდიქტი ამ ლიტერატურულ ისტორიული სასამართლოსი კი ასეთი გახლავთ, ბრალდება ჟილდერეის მიმართ არის ფალსიფიკაცია და ის არის უდანაშაულო. მაგრამ ამ ვერდიქტის სამწუხაროდ იურიდიული ძალა არ გააჩნია. ჟილდერეს კვლავ აიგივებენ ლურჯწვერასთან, ამას ადასტურებს ძალიან ბევრი რომანი, გნებავთ კინოფილმი, გნებავთ დადგმა, პიესა, სადაც ჟილდერე რაღაც ავაზაკად გამოყავთ და მე კიდევ ერთხელ ამბობ, მე არავის არაფერს ჩვენ არასოდეს არ ვახავთ X-კოდი, არავის არ ახვევს თავს რაღაც გარკვეულ ვერსიას, მაგრამ ყოველ შემთხვევაში არსებობს რაღაცა სტერეოტიპები, კიდევ ერთხელ ვიმეორებ ტაპოლოგიასავით გაუნდის, მაგრამ არსებობს რაღაცა გარკვეული ფორმა აზროვნებისა, რომელიც ჩვენ გვიყალიბდება ამა თუ იმ ლიტერატურული ნაწარმოების საკითხის შემდეგ, მაგრამ რეალობა შეიძლება ფანტაზია ერთია მწერლისა, მაგრამ რეალობა აბსოლუტურად სხვაგვარია. ჩვენი გადაცემა უკვე სრულდება და ფიქრობ ის გარკვეულ წვლილს შეიტანს ასეთი არსებული ლიტერატურული სტერეოტიპების რღვევაში, რომელიც მწერლების უხეში ჩაარევით, ამას ვიმეორებ. ახლა კიდევ ერთხელ არანაირი საწინააღმდეგო არ აქვს ჩვენ მწერლების მიმართ, მათ აქვთ უფლება რაღაცნაირად გამოიყენონ რეალური ისტორიული ფაქტები და რაღაცნაირად მისი ლიტერატურული ფორმის მორგებით უკვე სხვაგვარად წარმოქმნიან თავისი აზრი თქვან, მაგრამ ყოველ შემთხვევაში არც ის ვარგა, როდესაც ასეთი ლიტერატურული ნაწარმოების შემდეგ რეალური პერსონაჟი ფაქტობრივად იძენს რაღაცა ბოროტ მოქმედის კლიშეს და გითხარით კიდეც, რომ აი ეს ლურჯწვერა ხომ არაფერი არ არის და მე მაგალითად ბავშვებს ამ ზღაპარს არ წავუკითხავდი და იმედია თქვენს, იმიტომ რომ ზოგადად შარლ პეროს ზღაპრებთა კრებულიდან არის ამოვარდნილი
რაღაცნაირად დაფაქტობრივად კიდევ ერთხელ განმეორდები და მინდა თქვა, რომ ეს არის პირველი ლიტერატურული მაგალითი, სადაც სერიულ კვლელზე არის საუბარი. ალბათ ფუჭად არ ჩაიარა ჩვენმა დღევანდელმა შეხვედრამ და ჩვენ არაერთხელ დავუბრუნდებით თემას რეალური ისტორიული პიროვნება და ლიტერატურული პერსონაჟი, თუნდაც დრაკულა. ბრემ სტოკერმა იმდენი გააკეთა, რომ ლად მესამე ცაპეშს ვლახეთის ბრძანებელს რაღაცა ეს ვამპირის იარლი მიენიჭა. ნუ ახლა რა თქმა უნდა ის არ იყო ესეთი კეთილი ბრძანებელი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მას დღესაც რუმინეთში არის გარკვეული ნაწილი ისტორიკოსებისა, რომლის აი ამ ადამიანს პატივსცემენ და აბსოლუტურად სულ სხვა კუთხი წარმოაჩენენ და სულ სხვა რამ დაწერა სტოკერმა და აბსოლუტურად სულ სხვა რამეს აკეთებდა. რა თქმა უნდა მას ჰქონდა უბრალოდ ეს ვლად ცაპეში ძალიან გამოირჩეოდა თავის სისასტიკით მტრების მიმართ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში რაღაცნაირად ბრემ სტოკერის აი ხალხში გაგონილმა ისტორიამ შთააგონა და ეწერა ესეთი რომანი დრაკულაზე და დღესაც აი რაღაცნაირად გახსნილია მუზეუმი და რაღაცნაირად ამაზე ფულსაც კი აკეთებენ გაკვრებული ტურისტები დაყავთ და ამბობენ, რომ აი დრაკულა აი აქ აწარმოებდა თავის რიტუალებს, აი ამ სარკოფაგში ეძინა და ასე შემდეგ. ნუ რა თქმა უნდა, ერთია ის, რასაც წერენ მწერლები და ერთი არის ის, რაც ხდებოდა რეალურად ცხოვრებაში. ნუ კიდევ ერთხელ ამბობ, ჩვენი გადაცემა დასასრულს მივახლოვდა და აქვე მინდა გითხრათ, რომ რამდენიმე წუთში რადიო იმედის პირდაპირ ეთერში გავა კახა გელაშვილი ძალიან საინტერესო ახალი პროექტი სპორტული პანორამა, რომელიც ფიქრობ აბსოლუტურად სხვა კუთხით დაგანახებს ცნობილ სპორტულ მოვლენებს და ცნობილ სპორტსმენებს, ფარდა აიხდება ბევრ საიდუმლოს, ეს ფაქტობრივად სპორტული X-კოდი იქნება, ბევრ საიდუმლოს, რომელიც შესახება თქვენ არ იცოდით, ანუ არის ერთი სპორტული წარმატება, მაგრამ ამ სპორტული წარმატების მიღმა გარკვეული სხვა რაღაცა სინამდვილე იმალება და სწორედ აი ამ ფარდის გახსნას და ამ სინამდვილის წარმოჩენას შეეცდება ჩემი კოლეგა კახა გელაშვილი, რომელსაც მე წარმატებას უსურვებ და თქვენ კი მომავალ პარასკევამდე დაგემშვიდობებით. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყურადღებისათვის და თუ რამე შენიშვნა გექნებათ, ბუნებრივია შეგიძლიათ შეგრძნეთ კიდევ ერთხელ X-კოდის Facebook-ის გვერდზე მოგწეროთ და გავათქვა თქვენი მოსაზრებად და ჩვენ რა თქმა უნდა ყველა თქვენ მოთხოვნას და თხოვნას გავითვალისწინებთ. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყურადღებისათვის და მომავალ პარასკევამდე ნახვამდის. არ არსებობს საიდუმლო, რომელიც არ გაიხსნას. არ არსებობს დაფარული, რომელიც არ გაცხადდეს. გადაცემა X-კოდი რადიო იმედის ეთერში. მიშა მიმინოშვილთან ერთად.